ჩვენთან საკმაოდ მაღალი გავრცელება იყო C ჰეპატიტის, ან პირველ ხუთეულში ვიყავით. იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერიმენტი, რაც ნიშნავს, რომ თუ ყველას, ვისაც სჭირდება უფასოდ ვუმკურნალებთ, მივაღწევთ ელიმინაციას და ქვეყანაში შევამცირებთ ტვირთს. აი ეს არის შინაარსი. და არა ის რომ წამლის ექსპერიმენტი იყო. ჩვენ ძალიან გვაწყობდა ეს და არავის თავზე არ მოუხვევია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობდა რომ ყოფილიყო საპილოტე ქვეყანა და აირჩა საქართველოს სხვადასხვა კრიტერიუმებით. სამოქალაქო საზოგადოება იყო ძალიან ძლიერი და ჩვენ გვახსოვს პროგრამის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ იბრძოდნენ ამის მოსაპოვებლად მკურნალობის. ამას თუ ვეღირსებოდით არ მეგონა, იმიტომ რომ ეს იყო წამალი, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე ძვირი პრეპარატი იყო დედამიწაზე და თავის ოქროზე ძვირი ღირდა. საოცარი ფასი ღირდა. $80,000 ღირდა ყველაზე მოკლე კურსი. დღეს ჩვენ ყავს 85,000 განკურნებული პაციენტი C ჰეპატიტისგან. რამდენად არის რისკი რეინფიცირების იმ ადამიანების, რომელსაც ჩაუტარდათ ანტივირუსული მკურნალობა C ჰეპატიტზე? ძალიან მაღალია რისკი. ანუ პაციენტებს ვამახმოვე კითხვას, რომელი ჯობია B თუ C. B ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თითოეულმა ადამიანმა. B ჰეპატიტის პრევალენტობა და B ჰეპატიტის მნიშვნელობა ეპიდემიოლოგიურად არანაკლებია C ჰეპატიტის. ვინ უნდა გადაწყვეტოს პროგრამაში ჩართვა? ნუ პირველ რიგში ის, ვინც იცის დადასტურებულად, რომ აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი თავისთავად. მეორე ისინი, ვინც არასოდეს არ ჩაუტარებია სკრინინგი, უნდა ისარგებლოს და ჩაიტაროს სკრინინგი. მოგესალმებით, ჯანსაღი დიალოგი ძალიან საინტერესო თემით გიბრუნდება. დღეს ვისაუბრეთ ვირუსულ ჰეპატიტებზე, კერძოდ B და C ჰეპატიტებზე, რომელიც ასე მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს 90-იანი წლებიდან, თუმცა ეს ტვირთი ნელ-ნელა მსუბუქდება და ამ შემსუბუქების ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი არის ის B და C ჰეპატიტის პროგრამები, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და ამაზეც ვისაუბრებთ და ამ პროგრამების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ხელშემწყობი და ასე შემდეგ ის რომ ეს პრობლემა ჩვენთან მსუბუქდება, ამის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი არის დღეს ჩვენთან სტუმრად ქალბატონი მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი, კლინიკა ნეოლაბის დირექტორი, მკვლევარი. დიდი მადლობა ქალბატონო მაია მოგზაურობისთვის, ჩვენთვის პატივია თქვენი მასპინძლობა. ქალბატონო მაია, მოდი დავიწყოთ C ჰეპატიტის საუბრით, ხო? ჩვენ ეს იყო საპილოტე პროგრამა პრინციპში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წელს დაიწყო, იმის გამო რომ ჩვენთან საკმაოდ მაღალი გავრცელება იყო C ჰეპატიტის, ან პირველ ხუთეულში ვიყავით, თუ არ ვცდები C ჰეპატიტის გავრცელებით მსოფლიოში და ჩატარებული კვლევების მიხედვით 2000-იან წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით დაახლოებით 150,000 ადამიანი გამოვლინდა, რომელიც ინფიცირებული იყო ქრონიკული C ჰეპატიტით. 10 წელი გავიდა ამ პროგრამის დაწყებიდან და ითვლება, რომ ეს პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რაც საქართველოს ფარგლებში განხორციელებულა და მიდან მიმოვიხილოთ ზოგადად C ჰეპატიტი, როგორც დაავადება პირველ რიგში, რამ განაპირობა ის, რომ ასეთი ფართო გავრცელება იყო საქართველოში ამ ვირუსისა და ასევე ამას დავაყოლოთ შეჯამება ამ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა. რა მივიღეთ 10 წლის თავზე, ვიცით რომ დასაწყისში საერთაშორისო პარტნიორები ხარს უჭერდნენ ამ პროგრამას, Gilead Science-ი, უზრუნველყოფდა და პირდაპირ მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტების უფასოდ მიწოდებას პაციენტებისთვის, ასევე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იყო ჩართული როგორც ტექნიკური მხარდამჭერი და ინფორმაციული მხარდამჭერი ხო ამ პროგრამისა და ამ 10 წლის თავზე ეს შეთანხმების მიხედვით ეს მხარდამჭერები ტოვებენ ამ პროგრამას და ეს პროგრამა უნდა გადმოიბაროს, ასე ვთქვათ, ქართულმა სახელმწიფომ. ხო, აი, სად ვიყავით, სად ვართ ახლა და რას უნდა ველოდოთ მომავალში? ბევრი კითხვა გავაერთიანე, იმედია. C ჰეპატიტი უდაოდ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან დიდი პრობლემა იყო საქართველოში. ფაქტიურად არავითარ ბერკეტი არ ჰქონდა იმის, რომ ადამიანებს ემკურნალათ და ეს პროგრამა ნამდვილად არ იყო ექსპერიმენტი, თავიდანვე მინდა ამ წინადადებით დავიწყო, იმიტომ რომ ამ პროგრამამ ეს მითები ცოტა რა თქმა უნდა შემცირდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოიშორა, რომ ეს იყო ამერიკული ექსპერიმენტი, რომ თავზე მოგვახვიეს და ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი უარს ამბობდა პროგრამის ჩართვაზე და სინამდვილეში ეს მედიკამენტები რაც გამოიყენებოდა
ამერიკაში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მანამდე უკვე კვლევები გავლილი ქონდა და კლინიკურ პრაქტიკაში ჩაშვებული იყო, ესე რომ ეს არავითარი ექსპერიმენტი არ იყო. სიტყვა ექსპერიმენტი დასაწყისში გაჟღერდა და ამან ცოტა ცუდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ სწორად ვერ გაიგეს ადამიანებმა, ეს იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერიმენტი. რაც ნიშნავს, რომ თუ ყველას, ვისაც სჭირდება უფასოდ ვუმკურნალებთ, მივაღწევთ ელიმინაციას და ქვეყანაში შევამცირებთ ტვირთს. აი ეს არის შინაარსი. ექსპერიმენტი. და არა ის რომ წამლის ექსპერიმენტი იყო. და ამ ვთქვათ, რა თქმა უნდა, კომპანიას Gilead-ს ჰქონდა თავისი ინტერესი, რომ ამ ქვეყანას მიაქცევდა ყურადღებას ბევრი სხვა ქვეყანა, იქნებოდა სამოდელო და მერე სხვა ქვეყნებიც გაიმეორებდნენ ამ პროგრამას, ვთქვათ, ელიმინაციის და რეალურად ახლა აქ არაფერი ისეთი ანგარება, რაზეც საკმაოდ დიდი მithმა იყო თავიდან არ იყო, ჩვენ ძალიან გვაწყობდა ეს და არავის თავზე არ მოუხვევია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობდა რომ ყოფილიყო საპილოტე ქვეყანა და აირჩა საქართველოს სხვადასხვა კრიტერიუმებით. და ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ეს იყო რაღაც ჩვენი ერთი ჯგუფის დაუღალავი მცდელობის შედეგი და არა ის რომ ვიღაცამ გარედან ძალით რაღაცა მოგვახვია თავზე. და კრიტერიუმები პრივილეგია უფრო იყო ვიდრე რაღაცა. რატომ საქართველოს თქვათ ყველა ამ კითხვას სვამს მაშინ რატომ ჩვენ აქ იყო გარკვეული წინაპირობები, ერთი ის რომ პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან მაღალი გავრცელებით და გასაგებია რომ ნაკლები დანახარჯით უფრო თვალსაჩინო ეფექტი იდებოდა საქართველოსნაირ ქვეყანაზე, ვიდრე ძალიან დიდ ქვეყანაზე, სადაც ძალიან ძნელია მერე ამ შემცირების ესე ნახვა ხილული. მეორე და მთავარი ერთ-ერთი ის რომ სამოქალაქო საზოგადოება იყო ძალიან ძლიერი და ჩვენ გვახსოვს პროგრამის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ იბრძოდნენ ამის მოსაპოვებლად მკურნალობის უფლების და ყველგან არ ვიცი შეკრებებზე სტადიონზე ყველგან ესენი გაჩნდებოდნენ ხოლმე და სულ მოითხოვდნენ რომ გვიმკურნალეთ C ჰეპატიტზე და ნუ ხალხის მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად. მესამე ის რომ მანამდე 2011 წლიდან ქვეყანაში რაღაც საფუძველი ჩაყრილი ქონდა ესე გარკვეული გამოცდილება იყო უკვე მაგალითად პირველი პროექტი 2011 წელს დაიწყო HIV ინფიცირებულების უფასო მკურნალობა C ჰეპატიტზე. ყველაფერი ეს გამოცდილებას შემდეგ ციხეებში დაიწყო უფასო პროგრამა და ინფრასტრუქტურა გამოცდილება ასეთ ისე დაგროვილი იყო და სხვა ბევრი დეტალებზე აღარ გავჩერდები, ძალიან გრძელი თემაა. რატომ აირჩა საქართველო? და მე ბოლო მინდა ვთქვა რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მაშინ მიმოხილვა გააკეთა სხვადასხვა კლინიკები, საინტერესებდათ რამდენად მზად იყო კლინიკები, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ინტელექტუალურად, ანუ რა დანახარჯები დაჭირდებოდა აღჭურვას და ტრენინგებს და აღმოჩნდა, თქვათ, მათთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ 4 კლინიკა მზად იყო უკვე აი იმ დღესვე დასაწყებად პროგრამის და შესაბამისად ეს ძალიან ხელშემწყობი ფაქტორი იყო, მათ შორის ჩვენი კლინიკაც ერთ-ერთი პირველი იყო და ძალიან ვამაყობ მთელი ცხოვრება ამით, იმიტომ რომ ეს იყო აი მართლა ძალიან კარგი შეგრძნება, ხო, როდესაც პირველი ტაბლეტი ნეოლაბში გადავეცით პაციენტს და არ დამოვიწყდება არასოდეს ეს ისეთი გზნობა იყო, იმიტომ რომ ამას თუ ვეღირსებოდით არ მეგონა, იმიტომ რომ ეს იყო წამალი, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე ძვირი პრეპარატი იყო დედამიწაზე და თავისწორნა ოქროზე ძვირი ღირდა. მართლა საოცარი ფასი ღირდა, $80,000 ღირდა, ყველაზე მოკლე კურსი და შესაბამისად უფრო გრძელი კურსები კიდევ უფრო მეტი. ანუ მედიკამენტის საბაზრო ღირებულებაზე ვლაპარაკობ. თან ამდენ ადამიანზე და თავიდან ბევრი რამე იყო უცებ გადასაწყვეტი. მაშინ კომისია შეიქმნა, სახელმწიფო მეც წევრი ვიყავი ცხადია და ძალიან დიდი წინააღმდეგობები ჰქონდა ერთმანეთში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებისას და ერთ-ერთი მთავარი გადასაწყვეტი იყო, ვინ ჩაგვერთო პროგრამაში. ანუ აქ ორი თემა იყო, არ ვიცი ხა შეიძლება ძალიან დეტალებში მივიდივარ დღეს დრო გვაძლევს ამ საშუალებას. რომ ჩაგვერთო მხოლოდ შედარებით ნაკლებად მძიმე პაციენტები თუ ყველა, მათ შორის უმძიმესი პაციენტებიც. ჩვენ ბოლოს გადავწყვეტეთ, რომ ყველა ჩაგვერთო, ანუ ყველასთვის მიგვეცა შანსი. ამან გარკვეულწილად პროგრამა შეულახა რეპუტაცია, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს სამწუხაროდ ამ მედიკამენტმა ვეღარ შეუნარჩუნა სიცოცხლე, იმიტომ რომ მათი მდგომარეობა უკვე იმდენად შორს წასული იყო, რომ ანტივირუსული მედიკამენტით მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა. და ზოგიერთი ადამიანის თქვათ მეხსიერებაში და მათი ოჯახის წევრების თითქოს ისე მოხდა აღქმა, რომ აი წამლები დალია და გაუარესდა მდგომარეობა. ეს ესე არის. და მეორე კიდევ ის რომ სამწუხაროდ ხშირად C ჰეპატიტისგან განკურნების მიუხედავად მაინც ვითარდება კარცინომა ღვიძლის კიბო. კი ბატონო. ეს პროცესი იქ უკვე დაწყებულია ხოლმე და მიუხედავად იმისა რომ ვირუსი მოცილდა ამ
კარცინომასთან არა აქვს კავშირი უკვე. და მკურნალობის დამთავრებიდან შეიძლება რამდენიმე წელში გამოვლინდეს კლინიკურად ის, რომელიც მანამდე დაწყებული იყო. და აქაც იყო სულ ლაპარაკი, რომ აი ის წამლები იწვევს და მე ზოგი არაკეთილ სინდისიერად ამით სპეკულირებდა და ამანაც გარკვეულწილად პროგრამას რაღაც ჭრილი მიაყენა, მაგრამ მე ვფიქრობ ხოლმე, რომ უკან რომ დავამბრუნო 2015 წელს იგივეს გავაკეთებდით, იმიტომ რომ სამაგიეროდ ძალიან ბევრი ისეთ ადამიანს, რომელსაც სხვა შანსი არ ქონდა და მალევე სამწუხაროდ მისი მდგომარეობა ლეტალურად დასრულდებოდა, გადარჩენის ძალიან დიდი შანსი მიცა. აი თუნდაც ის პირველი პაციენტი, რომელიც მთელ მსოფლიოში ის ფოტო ვრცელდებოდა, როგორ ვაძლევდით, აქ ამოვანათებთ აუცილებლად. ის იყო დეკომპენსირებული ციროზიანი პაციენტი, რომელსაც გარდაუვალი იყო მისი, თქვათ, ლეტალური დასასრული და იმის მერე შესანიშნავად გრძნობს დღემდე თავს. ის კარგი მაგალითი აღმოჩნდა, როგორც პირველი პაციენტი ამ პროგრამის და ბევრი ასეთი. და დღეს ჩვენ გვყავს 85,000 განკურნებული პაციენტი C-ჰეპატიტისგან. ძალიან მაღალი მაჩვენებელია, კი. კი ბატონო, თან ანუ როდესაც იღებდით გადაწყვეტილებას თუ ვინ შეიძლება ჩაგერთოთ ამ პროგრამაში, ეს რაღაცა ემოციურადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, რომ რაღაც მოდის პაციენტის სკრინინგზე, დაუდგინდა C-ჰეპატიტი, მაგრამ იმდენად მძიმე არის, რომ პაციენტს აბრუნებ უბრალოდ და ეუბნები, რომ შენ ხლა აღარ დავიწყებთ მკურნალობას, იმიტომ რომ არაფერი არ გიშველება. ხო, ჯერ ეს ერთი ისიც არ ვიცით, ხო, შეიძლებოდა რომ ამ ძალიან მძიმე პაციენტებშიც ამ ვირუსის აღმოფხვრას გაეხანგრძლივებინა და ესეც მოხდებოდა ბევრ შემთხვევაში გაახანგრძლივდებოდა, თუმცა ხო, მე მგონია რომ ეს ცუდი გამოხმაურება კიდევ უფრო მეტი იქნებოდა ესეთი პაციენტები რო არ ჩართულიყვნენ, ამიტომ ძალიან მართებული გადაწყვეტილებაა და რა თქმა უნდა ისევ რო ყოფილიყო იგივე სიტუაცია, რა თქმა უნდა ისევ უნდა მოქცეულიყავით. ანუ შედეგების თვალსაზრისით დღეს საქართველოში დაახლოებით 150,000 პაციენტი იყო ინფიცირებული. 150,000 ეს იყო შეფასებითი რიცხვი. ანუ არ იყო ზუსტი. ხო. ანუ ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა შემთხვევითად ჩერჩეულ რაღაც შენარჩევზე და იქ დაფიქსირებული გავრცელების მაჩვენებელი უბრალოდ მოხდა მისი გავრცობა მოსახლეობაზე. თორე ესე რომ ყველა დასკრინულიყო ესე არ ჩატარებულა ის კვლევა 2000 წელს. დღეს ჩვენ გვაქვს თავარი პრობლემა C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დიდი ნაწილი ადამიანების დიდი ციფრი, რომელიც არ ჩაერთო პროგრამაში. აქ ყავს რამდენიმე ტიპის ადამიანები. ერთი, ვინც ჩაიტარა სკრინინგი, იცის რომ აქვს ანტისხეულები და აღარასოდეს აღარ გააგრძელა კვლევა, ანუ არ ჩაიტარა კვლევა, რომელთაც დაადგენდა ამ წუთში ვირუსი აქვს თუ არა, ანუ PCR კვლევა და დარჩა იმ ეტაპზე ანტისხეულების დონეზე. მეორე ნაწილი, რომელმაც ჩაიტარა კვლევა, იცის რომ დადებითი აქვს RNA-ის სისხლში ჭირდება მკურნალობა და არასოდეს აღარ დაბრუნდა სამკურნალოდ. ჯამში ეს ხალხი 30,000-ზე მეტია. ეს იმხელა ციფრია, რომ ზოგ ქვეყანას საერთოდ ამდენი ინფიცირებულიც კი არ ყავს. და მესამე ნაწილი, რომელიც არასოდეს არ იტარებს ტესტირებას. აი ამ ხალხისგან შედგება ის ნაწილი ჩვენი მოსახლეობის, სადაც ვერ მოხდა ამ ვირუსთან გამკლავება. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ელიმინაციას ვერასოდეს ვერ მიაღწევ, თუ ამ ხელა კოჰორტი გეყოლება ინფიცირებული. იმიტომ რომ C-ჰეპატიტით შეიძლება რეინფიცირდე და ესე ხდება, ჩვენ ხედავთ უკვე მეორედ, მესამედ დაბრუნებულ პაციენტებს. და თუ ეს წყაროები არ აღმოიფხვრა ეფექტურად, აი ეს წრეზე ვიტრიალებთ. სამწუხაროდ. ასევე როგორც უკვე ვახსენე, 10 წლის თავზე საერთაშორისო პარტნიორები ამ პროგრამიდან გადიან, ხო? აი, რას უნდა ველოდოთ, როდესაც უკვე კი წარმატებულად მივიჩნევთ ჩვენ ამ პროგრამას, იმიტომ რომ ძალიან მაღალი განკურნების მაჩვენებელი გვაქვს, ხო? მაღალ პროცენტში ამ ჩართული ადამიანებისა. თუმცა ის დანარჩენი ნაწილი, რომელიც არ იყო ჩართული პროგრამაში და ვიცით რომ აქვთ C-ჰეპატიტით ინფიცირებულები არიან ხო საზოგადოებაში, აი რას უნდა ველოდეთ ამ პარტნიორების გასვლასთან ერთად, რამდენად არის რისკი მაღალი, ან ტენდენცია იმისკენ როგორ შეიძლება წავიდეს, რომ ეს გავრცელება ისევ ახლიდან დაიწყოს, ანუ დაველოდოთ ინციდენტობის, ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებას დროსთან ერთად, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რაღაც სხვა განსხვავებული მიგრაციული ტენდენციებიც აღინიშნება საქართველოში, ისეთი ქვეყნებიდან, მათ შორის სადაც გავრცელება კვლავ მაღალია C-ჰეპატიტისა, ჩრდილოეთიდან მათ შორის, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, ხო, ბევრი ქვეყნიდან, აი რა ტენდენციას უნდა ველოდეთ და როგორ შეიძლება ვიყოთ ამისთვის მზად ამ რისკებთან გასამკლავებლად. სახელმწიფომ უნდა აიღოს თავზე, გადაიბაროს მთლიანად, როგორც მედიკამენტის მოწოდება, ისე პრევენციული ნაწილი.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არ იყო მხოლოდ უფასო მედიკამენტის მიცემა და დიაგნოსტიკა. ეს არის ძალიან კომპლექსური პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მე ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა ჯგუფებში პროფილაქტიკური პროგრამები, პრევენცია და კვლევითი კომპონენტი, რომელსაც ამერიკის CDC აფინანსებდა, იმიტომ რომ ეს სრულყოფილს ხდის, ხო, რაღაც კომპლექსურად თუ ეს ნაწილი გამოაკლდება, რა თქმა უნდა, პროგრამა გარკვეულწილად არ იქნება ისეთი ეფექტური. ამიტომ სახელმწიფომ უნდა გადაიბაროს და არა მხოლოდ მედიკამენტის გაცემა, არამედ ასევე კომპლექსურად C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ ასე არ მოხდა, სამწუხაროდ კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ისევ რაღაცა წლების მერე დაუბრუნდებით იმ ნიშნულს, იმიტომ რომ ეს ვირუსი ჩვენ საზოგადოებაში გააგრძელებს ცირკულაციას. კი ბატონო, ანუ ეპიდემიოლოგიური კვლევა, ზოგადად კვლევა, სკრინინგი, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ხო, აი ეს მთლიანი ბუკეტი სახელმწიფომ უნდა ითავოს საკუთარ თავზე, რომლის ახლა მაინდა-მაინც დიდი იმას ნიშნებს ჯერჯერობით ეხა მე პრინციპში ვერ ვხედავ. ნუ ეხა ძალიანაც არ უნდა შევაშინოთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი, ის სიტუაცია აღარ არის საქართველოში, რაც 90-იან წლებში იყო და 2000-იანების დასაწყისში, როცა სალონში შესვლაც კი რისკის ფაქტორს წარმოადგენდა ძალიან მაღალს იმისა, რომ C ან B ჰეპატიტი გადადებოდა. მაგრამ ეს ინფექციის კარგია რომ წამოწეთ ეს თემა, ინფექციის კონტროლის საკითხებით C ჰეპატიტის პროგრამამ მკვეთრად გააუმჯობესა ქვეყანაში კომპლექსურად. მარტო C ჰეპატიტს არ გულისხმობ, იმიტომ რომ ბევრ რამის შეეხო, ხა ესე ხო არა რომ მარტო ერთ ვირუსზე ხდება პრევენცია და ზოგადად აი სისხლის გიზგადამდები ინფექციების და საერთოდ ინფექციის კონტროლის საკითხებში ძალიან დიდი როლი ჰქონდა ამ პროგრამას. ნამდვილად ბევრად უკეთეს სიტუაციაში ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით მაშინ. ხო, ნუ მათ შორის ამან გამოიწვია ეს, ნუ რამოდენიმე პროგრამა დაერთო, ხო, თან ანუ იყო ეს ზიანის შემცირების ნაწილი, აღარ იყო ესე საზიარო ჩვენთან ნარკოტიკებზე დამოკიდებულება პლუს ალკოჰოლზე დამოკიდებულება, აი საზიარო საპარსები, საზიარო ნემსები ინტრავენურ მომხმარებლებში, პენიტენციურ დაწესებულებაში საკმაოდ რთული სიტუაცია, ხო და თქვენ თქვით რომ საწყის ეტაპზე ეს უფასო მკურნალობა პენიტენციურ სისტემაში მზდავრდებულებისთვის იყო პირველ ეტაპზე, ხო? ეს მდგომარეობა აღარ გვაქვს, ზოგადი ინფექციის კონტროლის მექანიზმები გაუმჯობესებულია არა მარტო ნუ საზოგადოებაში და მათ შორის კლინიკურ დაწესებულებებშიც და სალონებში ასე შემდეგ, ანუ ამ ხრივ უკეთესობა გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, სახელმწიფოსგან მზაობა არის უმნიშვნელოვანესი და აქვე მინდა უკვე გადავიდეთ, ასე ვთქვათ, B ჰეპატიტის ნაწილზე. 2024 წლის ზაფხულში თქვენი კი ისევ დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგად, მათ შორის თქვენი ძალისხმევის და შრომის შედეგად გაეშვა B ჰეპატიტის არაელიმინაციის, უბრალოდ B ჰეპატიტის პროგრამა, ხო? იმიტომ რომ ვიცით, რომ C ჰეპატიტისგან განსხვავებით B ჰეპატიტი სრულად არ იკურნება, არ ექვემდებარება სრულ აღმოფხრას ორგანიზმიდან, ხო? რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ეტაპზე თითქმის 1 წელი გადის, რაც ეს პროგრამა დაიწყო. ასევე მინდა რომ საფუძვლებზე ვისაუბროთ, რამდენად მსგავსი იყო საფუძვლები როგორც ჰეპატიტის შემთხვევაში, ასევე B ჰეპატიტის შემთხვევაში ამ პროგრამის დაწყებისა, რა კონტექსტში დაიწყო ეს პროგრამა და რა ნიშნულებს მივახციეთ თუ არსებობს ასეთი სტატისტიკა, იმიტომ რომ არ მოიპოვება ინტერნეტში მე ვერ მოვიძიე სტატისტიკა, დაფარვის მოსახლეობის რა ნაწილზე გვაქვს დაფარვა, ეს როგორც ვიცით, მიზნობრივ ჯგუფებზე არ არის, ხო, ყველას ეხება, ყველა უნდა ჩაერთოს ხო ამ პროგრამაში. აი ეს მაინტერესებს ხო, აი დაწყებიდან, ანუ ვის მოიცავს ეს პროგრამა პირველ რიგში, ვინ უნდა გადაწყვიტოს რომ მოვიდეს, თქვით რომ ყველასთვის არის, მაგრამ ვინ უნდა რაზე დაყრდნობით უნდა მიიღოს ადამიანმა გადაწყვეტილება რომ მოვიდეს ამ პროგრამაში ჩაერთოს, რას ითვალისწინებს ეს პროგრამა და აქამდე რა შედეგებს მივახციეთ ამ პროგრამის გავლით. B ჰეპატიტის პროგრამა C-სგან განსხვავებით არის მთლიანად ქართული პროგრამა, აქ არ არიან უცხოელი დონორები, სამწუხაროდ ეს ცოტა ეთყობა კიდევაც პროგრამას, იმიტომ რომ აი მაგალითად მისი პროგრამული უზრუნველყოფა ძალიან მოუწესრიგებელია, იმიტომ რომ C ჰეპატიტის პროგრამაზე გვაქვს დღემდე ძალიან კარგი მოდული კომპიუტერული, რომელიც მოიცავს როგორც დიაგნოსტიკის ნაწილს, მედიკამენტის გაცემის და ასე შემდეგ ორგანიზებულია ძალიან კლინიკების შორის ერთმანეთის ვთქვათ დანახვა შესაძლებელია და ვთქვათ ერთი კარგი სისტემაა, რაც B ჰეპატიტის პროგრამას ჯერ ეს არ აქვს. არ აქვს ასევე კვლევითი კომპონენტები, არ აქვს საინფორმაციო კამპანია, რის გამოც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ აი ამ ხელა რაღაც შესაძლებლობა არსებობს და დაიწყო.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ხარვეზები ბევრი კი გვაქვს, ბატონო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მაინც დიდი მიღწევა იყო ის, რომ ბოლოს და ბოლოს ეს პროგრამა გაიშვა, იმიტომ რომ წლების მანძილზე უამრავი ადამიანი, ვისაც ჭირდებოდა მკურნალობა, უბრალოდ ვერ იწყებდა მკურნალობას. ვინ უნდა გადაწყვიტოს პროგრამაში ჩართვა? პირველ რიგში ის, ვინც იცის დადასტურებულად, რომ აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი თავისთავად. მეორე ისინი, ვინც არასოდეს არ ჩაუტარებია სკრინინგი, უნდა ისარგებლოს და ჩაიტაროს სკრინინგი. ხო, აქვე მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ ამ პროგრამას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს, ეს არის ვაქცინაციის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში B ჰეპატიტზე ვაქცინაცია 2002 წლიდან დაიწყო მასიურად, ამიტომ მანამდე დაბადებული მოსახლეობა აუცილებელი ყავს. და ახლა შესაძლებელია, რომ ჩაიტაროს ადამიანმა კვლევა და თუ არ აღმოჩნდება, ესეც უფასოდ მიიღოს ვაქცინას. ესეც უფასოდ მიიღოს, მაგრამ აქაც თუ კიდევ იმეორება, რაღაც ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია არ იქნა, არ იცის ხალხმა ამის შესახებ და თან ისედაც ახლა ანტივაქსერული განწყობები ვიცით ჩვენ რომ არის მოსახლეობაში და ვაქცინა სიტყვას რო ახსენებ, მაშინვე რაღაცა ნეგატიური იწყება აღქმები და რაღაც სწორი, კარგად წყობრი ინფორმირებულობა ჭირდება ხალხს, იმიტომ რომ მართლა დანაშაული იქნება, რომ ეხლა უფასო ვაქცინა აქვს ქვეყანაში და ჩვენ რომ მივიღოთ ინფიცირებული ადამიანები. და ამ დროს გვაქვს ეგეთი შემთხვევები და უნდა მაქსიმალურად გამოიყენოს ხალხმა ეს შესაძლებლობა. კიდევ მეორებს ის ვინცაც არასოდეს არ ჩაუტარებია სკრინინგი და პროგრამა რთავს ისეთ ადამიანს, ვისაც აქვს დადასტურებული ქრონიკული B ჰეპატიტი, ანუ მინიმუმ 6 თვიანი შუალედით ორჯერ დაფიქსირებულია, რომ აქვს B ჰეპატიტის ვირუსი. ითვლება, რომ არის ქრონიკული. ან თუ ერთხელ მაინც ქონია ოდესმე დაფიქსირებული, შეუძლია ახლა უფასოდ ჩაიტაროს კვლევა B ჰეპატიტზე ისევ და თუ ისევ დადასტურდება, ეს იქნება მისი ორი შედეგი, რომლითაც უკვე შეიძლება დაიწყოს დიაგნოსტიკა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით პროგრამა რთავს პირველად იწყება ღვიძლის ფიბროზის შეფასების კვლევით, ანუ ფიბროსგან ელასტოგრაფიას ვუკეთებთ და ვისაც აქვს მეორე ხარისხის დაზიანება და მეტი, მათ უკვე ყველა დანარჩენი კვლევა უფინანსდება. ყველა დანარჩენი კვლევა და მათ შორის მკურნალობაც უფასო მედიკამენტებით, რომელიც შეგახსენებთ, მთელი ცხოვრება უნდა მიიღოს ადამიანმა. ხო, თუმცა, ეს არ არის ის მედიკამენტები, რომელიც რაღაცა განსაკუთრებული ცხოვრების წესის ცვლილებებს მოითხოვს, ხო? ცხოვრების წესის ცვლილებას მოითხოვს ზოგადად ინფექციის სტატუსი და ისედაც საჭირო არის ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხო? განსაკუთრებით თუ ამ ქრონიკულ ინფექციასთან ერთად ალკოჰოლიზმსაც იღებს პაციენტი ან სხვა მედიკამენტებს ხშირად, რომელიც ასევე ღვიძლში იფილტრება, ხო? და ვაქცინაცია ვახსენეთ და ეს ნიშანდობლივია ანტივაქსერული რაღაცა მიდრეკილებები ახსენეთ ჩვენი მოსახლეობის. უნდა უთხრათ მე მგონი ამ ხალხს, რომ ეს ვაქცინა უკვე 2002 წლიდან დაწყებული ჩვილებს უტარდებათ. ანუ ახალშობილებში პირველი ვაქცინა არის, რომელიც ტარდება, ხო? ანუ 3-4 კილო ბავშვს უტარდება ეს ვაქცინა და დაფარვა 2002 წლიდან დაბადებულ მოსახლეობაში გვაქვს ძალიან მაღალი და ხედავთ რომ 95%-ზე მეტი. ამიტომ იმ ზრდასრულ ადამიანებს, რომელსაც ეშინიათ ამ ვაქცინის მიღების, უნდა უთხრათ, რომ ყველა, ვინც 25 წელს, 23 წელს ქვემოთ არის მის გარშემო ადამიანი, უნდა იცოდნენ, რომ ყველა ეს ადამიანი ფაქტობრივად არის აცრილი, როგორც ხედავთ, არაფერი ჯანმრთელობის რაღაც განსაკუთრებული პრობლემები მათ არ აღინიშნება. ამერიკაში 80-იანი წლებიდან. 80-იანი წლებიდან არ აღინიშნებათ, ჩვეულებრივად არიან, კარგად არიან და ხა თუ 3 კილო წონის ბავშვი უძლებს და არაფერი არ მოსდის ამ ვაქცინაზე, მით უმეტეს ხა ჩვენ რა ვიცრათ, რა მოგვივა ხო თან, ანუ ეს როგორც უკვე ვახსენეთ, სულ განკურნებას არასდროს არ ექვემდებარება და ეს ვაქცინა არის ძალიან ეფექტური, ხო, ფაქტობრივად და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა. შეიძლება ყველაზე უსაფრთხოც კი დავარქვა. ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაც კი შეიძლება. არა, ფაქტობრივად უკუჩვენება არა, გარდა რაღაც ალერგიული რეაქციისა წინა დოზაზე, ხო? ანუ ყველასთვის შეიძლება, ჩვილებს უტარდებათ, ორსულებისთვისაც შეიძლება. თვითონ ეს ვაქცინა არც ისეთი არასტანდარტული მეთოდით არის, ხო? და ბევრი ვაქცინა ესეთი არ გვაქვს, რომელიც არც ცოცხალი ვაქცინა არის, არც არ აქვს საერთოდ ვირუსი არ არის. ინაქტივირებული virus-like particles, ხო, რაღაც ვირუსის მსგავსი ნაწილაკი შედის ორგანიზმში, რომელსაც არ შეუძლია, რა თქმა უნდა, ინფექციის გამოწვევა, მაგრამ შეუძლია მყარი იმუნური პასუხის გამომუშავება, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცავს, ხო? კეთილი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რო დავახასიათოთ, ასევე არ მინდა რომ გამოგრჩეს როგორ შეიძლება თავი დაიცვას ადამიანმა B და C ჰეპატიტის, ვიცით რომ ეს სხვა ვირუსებია, ხო? კი B და C ჰეპატიტი, ორივე ჰეპატიტს ვეძახით, მაგრამ სტრუქტურულად აბსოლუტურად სხვა ვირუსებია, მათ აერთიანებთ ის
სხვა ვირუსული ჰეპატიტების გავსად, რომ უბრალოდ აზიანებენ ღვიძლს. ხო? რა გადაცემის მექანიზმები მუშაობს ამ ორივე ვირუსის შემთხვევაში და შესაბამისად ამ თავდაცვის მექანიზმებიც რა არის ამ გადაცემის გზებთან გასამკლავად. პაციენტებს ვამბობ ხოლმე კითხავს რომელი ჯობია B თუ C-ო და აი გადაცემის გზებზე შეგვიძლია ეს ზუსტად გავამო. C ჰეპატიტი ნაკლებად გადამდებია სქესობრივი გზით მაგალითად და B ჰეპატიტს აქვს ეს განმასხვავებელი თვისება რომ მაღალია ძალიან სქესობრივი გზით გადაცემა და უამრავი პაციენტი ინფიცირდება სწორედ სქესობრივი კონტაქტებით როგორც ჰეტეროსექსუალური ისე ჰომოსექსუალური კონტაქტებით და ამიტომ მისი გავრცელებაც უფრო ადვილია. ჩვენ ვიცით რომ მოზრდილი მოსახლეობის 20-25%-ს ანტისხეულები აქვს B ჰეპატიტის ვირუსის მიმართ, ანუ მის სისხლში მოხვედრილა ვირუსი. შესაბამისად ძალიან ფართოდ გავრცელებული ვირუსია. უბრალოდ საბედნიეროდ მათ შორის მხოლოდ 5%-თან რჩება ის ქრონიკული, მაგრამ მაინც ძალიან დიდ ციფრებზე გვაქვს ლაპარაკი. ანუ B ჰეპატიტის ვირუსი ადვილად გადადის სქესობრივი გზით, სისხლის გზით ორივე ძალიან ადვილად გადადის, როგორც B ჰეპატიტის, ისე C ჰეპატიტის ვირუსი და დედიდან ბავშვზე გადაცემაც B ჰეპატიტს უფრო მაღალი აქვს ბევრად, ვიდრე მაგალითად C ჰეპატიტის ვირუსი. იმიტომ რომ გარემოში ძალიან მდგრადი ძალიან ვირუსია B მდგრადია. ჰეპატიტის ვირუსი. სისხლის გზით გადამდები ინფექციების შორის ყველაზე მდგრადია B ჰეპატიტის ვირუსი და ადამიანის ორგანიზმის გარეთ როგორ ძალიან დაბალ ისე მაღალ ტემპერატურაზეც კარგახანს მშვენივრად ძლებს და ამიტომ არის ოჯახური გადაცემის შემთხვევებიც, აი, როდესაც ოჯახში არის ინფიცირებული ადამიანი, მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტებით, ესე ერთჯერადი კონტაქტით, თქვათ ჭურჭლით და კონტაქტით სადი არ გადადის, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს მიკროტრაუმები კანზე და ამიტომ განმეორებითი და ხშირი ასეთი საოჯახო კონტაქტებითაც არის ინფიცირების შემთხვევები. ასევე მაგალითად ჩვენ მწვავე B ჰეპატიტებზე რაღაც კვლევა ჩავატარეთ, რომ მიგვეგნო ინფიცირების გზებს. რა თქმა უნდა 100%-ით მტკიცება ძნელია, მაგრამ არსებობს ეპიდემიოლოგიური მეთოდები, რომლითაც წყაროს აგნებ. და წამყვანი ორი გზა იყო ტატუ და პირსინგი და ჰოსპიტალიზაცია 24 საათზე მეტი მწვავე ჰეპატიტების სამწუხაროდ. ამიტომ აი ეს გზები, ну, ცხადია კლასიკურად ხა ინექციური ნარკოტიკების მოხმარება არასტერილური ინსტრუმენტებით რჩება ერთ-ერთ წამყვან გზად, მაგრამ აი ეს სხვა გზებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ აი თავდაცვის მექანიზმებზე რაც თქვით, ალბათ, ну, ყველაზე მთავარი ისევ ვაქცინაცია და ვაქცინაცია. B ჰეპატიტზე ძალიან ადვილია. B ჰეპატიტზე ვაქცინაცია არის გამოსავალი, მით უმეტეს ეს არის ორმაგი დაცვა ერთი რო ინფექციისგან და მეორე B ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის მთავარი გართულებისგან გვიცავს რაც არის ღვიძლის და კიდევ ციროზი და კიბო, ხო, რაც 10-20 მესამე D ჰეპატიტისგან გვიცავს. D ჰეპატიტისგან, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემართოს ადამიანს, როდესაც უკვე აქვს B ჰეპატიტი, ქრონიკული, რომელიც არის ყველაზე მძიმე ჰეპატიტი დღეს არსებულ ჰეპატიტებს შორის. D ჰეპატიტი 80%-ში ღვიძლის ციროზით თავრდება, მათ შორის ახალგაზრდა ასაკში და სწრაფად პროგრესირებადია. სამკურნალო საშუალებები სამწუხაროდ ძალიან შეზღუდული გვაქვს D ჰეპატიტზე. ამიტომ ვაქცინა წარმოიდგინეთ ორი ვირუსისგან იცავს B და D ჰეპატიტისგან. კი, და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის სავალდებულოც არის, ხო? მათ შორის ექიმებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები. ეს რამდენად მაღალი არის დაფარვა B ჰეპატიტის თუ გვაქვს ამაზე მონაცემები, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი ადამიანი ერიდება სკეპტიციზმი ვაქცინების მიმართ სამედიცინო სექტორშიც თუ ჯანდაცვის სექტორშიც საკმაოდ მაღალი არის. სამწუხაროდ არაერთ ჯანდაცვის მუშაკს უთხოვია ხოლმე რომ რამე დაუწეროთ ისეთი რომ მისთვის არ შეიძლება ვაქცინა. ცხადია იქით საბუთი არ არსებობს დედამიწაზე. და ერიდებიან ხოლმე. ეს თქვენ წაღან რას თქვით ის კარგი არგუმენტი მაქვს ყოველთვის ამ კითხვას უსვამ, რომ აი ხო აცერით თქვენი შვილი მეზობელი ვიღაც 3 კილოიანი ბავშვი, ხო? აი ეს ის ვაქცინაა და ამ დროს ჯანდაცვის მუშაკი ცდილობს რომ თავი აარიდოს ამ ვაქცინას, რა თქმა უნდა, სრულად ეს გაუგებარია. თან ანუ ადამიანს რაღაცა ყოველთვის ის აქვს განცდა რომ მე არაფერს ისეც არ ვაკეთებ რის გამოც შეიძლება გადამედოს ეს ინფექცია და ესე არ ხდება ხო ცხოვრებაში ძალიან მარტივმა ტრავმამ ადამიანი არის მოწყვლადი B ჰეპატიტის ვირუსის მიმართ C ჰეპატიტის ვირუსის მიმართაც პრინციპში ხო და C ჰეპატიტის ვირუსის შემთხვევაში ეს სამკურნალო პრეპარატები როგორც ვიცი ანუ ყველა შტამის მიმართ არ არის ხო ეფექტური
თუ შეიცვალა და ყველა შტამის მიმართ როგორც მახსოვს დასაწყისში როდესაც ეს პროგრამა დაიწყო ეს მედიკამენტები რაც ჰქონდა ყველა შტამს ანუ C ჰეპატიტი ხო ერთი შტამი არ არის ქვეშ შტამები შეიძლება ძალიან ბევრნაირი იყოს და ზოგიერთი რეზისტენტული იყო ამ მკურნალობების მიმართ თუ არის ასეთი ეგრეთ წოდებული მეორე გენოტიპი იყო რომელსაც ნაკლები ჰქონდა ეფექტი და ასევე არსებობდა ეგრეთ წოდებული კომბინირებული გენოტიპი რომელიც საქართველოს პოპულაციაში იყო ძალიან მაღალი და იქ ნაკლები ეფექტური იყო მაგრამ ეს შეიცვალა რამდენიმე წლის წინ ეხა ბოლო მედიკამენტები არის ეგრეთ წოდებული პანგენოტიპური ქვია ანუ რომლებიც უნივერსალურია ყველა გენოტიპზე იმდენად რომ უკვე აღარც კი ვაკეთებთ გენოტიპირება მოიხსნა კვლევებიდან როგორც საქართველოში ისე სხვა ქვეყნებში და ეხლა უკვე უნივერსალურია ხო ეს ძალიან კარგი არის ხო ჩვენი მსმენელისთვის აქვე ალბათ კითხვები იქნება აი სად მოვიდეთ სად გავიკეთოთ სულ ეს არის ხოლმე ხო კომენტარებში რომ რაღაცა ჩვენ პირველ რიგში ვიტყვი კლინიკა ნეოლოგია აქტიურად იყო ჩართული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და ამჟამად აქტიურად არის ჩართული და მომწოდებელი არის ამ B ჰეპატიტის პროგრამის სერვისებისა თითოეული იმ სერვისისა რაც ჩვენ უკვე ვახსენეთ კიდევ რა დაწესებულებებს შეიძლება მიმართონ ადამიანებმა რომლებიც ჩვენ საზოგადოებამ ხო რეგიონებში აი რო უთხრათ სად შეიძლება მიაკითხონ როგორ ჩაერთონ ასე შემდეგ C ჰეპატიტის პროგრამა ძალიან გაფართოვდა ფაქტიურად უკვე ტერიტორიული ხელმისაწვდომობა ძალიან კარგია ყველგან თითქმის ყველა რაიონში შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე დევს ჩამონათვალი ისე თუ ვთქვათ მაინც რეგიონზე მაქვს ლაპარაკი თორე ხა თბილისში უამრავი დაწესებულებაა ყველა ადამიანს შეუძლია თავის ოჯახის ექიმთან დააზუსტოს უშუალოდ სად შეუძლია ჩართვა და ზოგიერთი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები ანუ ეგრეთ წოდებული პოლიკლინიკებიც ჩართულია რეგიონებში უკვე C ჰეპატიტის პროგრამაში. ბეზე ამხელა დაფარვა ჯერ არ გვაქვს, თანდათან ერთვებიან, მაგრამ ინფექციური პროფილი რომელ კლინიკასაც აქვს, ფაქტიურად უკვე თითქმის ყველგან ხელმისაწვდომია. ყველგან ხელმისაწვდომია. ჰეპატიტიც, დიახ. კი, კეთილი. ხო, როგორც უკვე ვახსენეთ, ანუ ამ B ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თითოეულმა ადამიანმა, ხო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ქრონიკული ფორმები, თუნდაც C ან B ჰეპატიტის შემთხვევაში ხშირად არის უსიმპტომო. ანუ ადამიანი არის ინფიცირებული და მან არ იცის, რომ აქვს ინფექცია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ამ დაავადებას აქვს მწვავე ფაზა, თუმცა მწვავე ფაზა არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტი სიმპტომებს გამოხატავს. ხო, ეხლა სიტყვა შეიძლება მწვავე ისე ჟღერს უხეშად, მაგრამ სინამდვილეში მწვავე ახალს ნიშნავს. ხო, მწვავე ნიშნავს, რომ acute რა, ანუ მწვავე პერიოდს ნიშნავს, ხო, ანუ ინფიცირებიდან გარკვეული პერიოდი 3 თვის განმავლობაში, ხო, 6 თვის განმავლობაში ჰეპატიტების შემთხვევაში, ხო? ამიტომ ყველამ ისევ და ისევ მიიღეთ გადაწყვეტილება, აგი ერთი კლინიკა რაც შეიძლება ვთქვათ, რომ აუცილებლად არის მომწოდებელი ამ სერვისს არის კლინიკა ნეოლაბი, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ ეს სერვისები უფასოდ მიიღოთ. იცით რა მაინტერესებს, რა არის ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება, რომ პაციენტს დაენიშნოს მკურნალობა და რას გულისხმობს ეს მკურნალობა, ვთქვით, რომ სრული განკურნება არ ხდება. მაშინ რა ხდება და რა კრიტერიუმებს ვირჩევთ იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ პაციენტის ჩართვა ამ პროგრამაში. აქაც B და C ჰეპატიტის მკურნალობას შორის დიდი განსხვავებაა. C ჰეპატიტი თუ კი ადამიანს ამჟამად აქვს აქტიური დაავადება, ყველა ერთვება პროგრამაში და სამთვიანი კურსით იკურნება. B ჰეპატიტის შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში თუ არის აქტიური B ჰეპატიტი, მკურნალობის კანდიდატად არ ითვლება ადამიანი. ანუ გარკვეული კრიტერიუმებია, ეს არის ღვიძლის დაზიანების ხარისხი, ვირუსის რაოდენობა, ღვიძლის ფუნქციები, ოჯახური ანამნეზი, ხომ არ ქონია ოჯახში ვინმეს ვთქვათ ჰეპატიტთან ასოცირებული ციროზი ან ღვიძლის კიბო. აი ამ კრიტერიუმების ერთობლიობით უკვე ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ ადამიანს სჭირდება ანტივირუსული მკურნალობა, რომელიც უნდა მიიღოს უვადოდ. უხეშად რომ ვთქვათ, B ჰეპატიტიანი ადამიანების დაახლოებით 30%-ია ისეთი, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ანუ სადაც ვიწყებთ მკურნალობას. დანარჩენი ადამიანები უბრალოდ დადიან პერიოდულად მონიტორინგზე 6 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ, რომ ისევ ხელახლა შეფასდეს, ხომ არ გახდა ეს ადამიანი მკურნალობის კანდიდატი, ანუ ხომ არ დადგა ის დრო, როცა უკვე უნდა დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა. კეთილი და იმ ადამიანებს, ვისაც არ უდგინდება, არ უდასტურდება, პირდაპირ შემდეგი ეტაპი არის ვაქცინაცია, ხო, რაზეც უშუალოდ. მაგრამ ასევე ალბათ კარგი ექიმები იმასაც აკეთებენ, რომ თუ პაციენტს დაუდასტურდება ინფექცია B ჰეპატიტზე, ან C ჰეპატიტზე, C ჰეპატიტის პროგრამის შემთხვევაში მის კონტაქტებსაც უთხოვენ, რომ მის კონტაქტებიც მოიყვანონ, უშუალოდ ოჯახის წევრები, მეუღლე იქნება, შვილები ასე შემდეგ, რომ ისინიც მათაც ჩაუტარდეთ სკრინინგი. სკრინინგი და B ჰეპატიტზე ძალიან აქტიურად ვთხოვთ, რომ აცრან ოჯახის წევრები.
კეთილი. აქვე შევეხოთ აი დიაგნოსტიკურ ტესტებს, რომელიც ტარდება ხო ამ პროგრამის ფარგლებში და ადამიანები ხშირად რო ხედავენ რაღაც დადებით პასუხს რაღაცა არიციან ზუსტად ანტიგენი რა არის, ანტისხეული რა არის. აი რა კვლევებს მოიცავს ეს და ამ კვლევების საფუძველზე რა ინტერპრეტაციის გაკეთება შეუძლია თვითონ პაციენტს თავდაპირველად სანამ ექიმს ასე ვთქვათ, ექიმის მოსაზრებას მოისმენს, ხო? რომელი ტესტის რა პასუხი რას ნიშნავს ესე რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი შეკითხვა. B ჰეპატიტის საკვლევი ტესტების კომბინაციები ცოტა მრავალფეროვანი და ესეთია რთული საკმაოდ, იმდანაც რომ ზოგჯერ აი ექიმებსაც არ აქვთ ხოლმე კარგად აღქმული, ამიტომ ჩვენ ძალიან დეტალებში ვერ შევალთ, უბრალოდ რამდენიმე რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. პირველი, ეს ეგრეთ წოდებული ზედაპირული ანტიგენი, როგორც მას უწოდებენ, HBS ანტიგენი, მისი დადებითობა ნიშნავს, რომ ადამიანს ამჟამად აქვს B ჰეპატიტის ვირუსი სისხლში. HBsAg ესე რო იწერებოთ. დიახ. თუ ეს ანტიგენი უარყოფითია, მერე უკვე დგება საკითხი, ხომ არა აქვს ანტისხეულები. ანტისხეულები არის ჩვენი იმუნიტეტის მიერ გამომუშავებული რაღაც ნაწილაკები ინფექციის წინააღმდეგ, ხო? B ჰეპატიტის სპეციფიკა ის არის სხვა ინფექციებისგან განსხვავებით, რომ ეს ანტისხეულები აცრილს და ბუნებრივად გადატანილს აქვს სხვადასხვა. ამიტომ აი არაერთხელ ყოფილა ხოლმე პაციენტებთანაც რო ვეუბნებით, რომ თქვენ აღმოგაჩნდათ B ჰეპატიტის ანტისხეულები, კი, აცრილი ვარ. მაგრამ არა, ეს ასე არ არის. უბრალოდ შეიძლება აცრილი აიცრა და მანამდე ინფიცირებული იყო. იმიტომ ჩვენ ადვილად ვარჩევთ ეს ანტისხეულები აცრის შემდგომია თუ გადატანილი აქვს ადამიანს. ამიტომ მაგალითად აცრილ ადამიანს ვთქვათ იმ ზოგიერთს აქვს ის შიშები, რომ შეიძლება სადღაც ტესტი ჩაიტაროს და იქ აღმოჩნდება, რომ მას აქვს B ჰეპატიტი. აცრილში ესე არ იქნება. აცრილს კონკრეტულად აცრის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვს, ანუ ყველა ხვდება იმას, რომ ეს ადამიანი აცრილია. და არა ის, რომ მას გადატანილი აქვს B ჰეპატიტი. ანუ ამის გამიჯვნა ძალიან ადვილია. დანარჩენ ტესტებს რაც შეეხება, მერე უკვე იწყება შეფასება, რამდენად პროცესი საჭიროებს მკურნალობას. ამას უკვე საზღვრავთ, როგორც წეგან თქვით, ვაკეთებთ PCR კვლევას, ხო, ელასტოგრაფიას, ცილისღრუს ეხოსკოპიას, მაგრამ თვითონ ვირუსის რაოდენობა არის განსაზღვრელი PCR ტესტით. აი C ჰეპატიტის შემთხვევაში რაოდენობრივი ტესტი უკვე ამოვიღეთ ხმარებიდან, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვირუსი მრავლდება, მაინც მკურნალობს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გადამწყვეტი ტესტია ერთ-ერთი, რომ თუ ვირუსი გარკვეული რაოდენობის ზემოთ არის, განვიხილავთ მკურნალობის დაწყებას. კი ბატონო, აი ეს ანტისხეულები არის ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული თუ გადატანილი ინფექციის შედეგად გამოწვეული ტაქტიკის თვალსაზრისით რამეს ცვლის თქვენ შემთხვევაში, ანუ თუ სიტყვაზე ვაქცინით არის ეს განპირობებული, ეს იმუნიტეტი, ხო შეიძლება რაღაცა ერთი დოზა იყოს მიღებული ან რაღაც, ანუ მაინც უშვებთ ამ ადამიანს აცრაზე თუ ამ შემთხვევაში უბრალოდ ითვლება, რომ პაციენტს აქვს ანტისხეულები და ის აღარ საჭიროებს არც აცრას ან ასე ვთქვათ შემდგომ კვლევებს. მან არსებობს რაოდენობა ანტისხეულების. გარკვეული რაოდენობის ზემოთ ითვლება, რომ არის დამცველობითი რაოდენობა და შესაბამისად იმ ადამიანს აღარ ჭირდება აცრა. თუმცა ახალი ინფორმაციები გროვდება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია ჩვენ ვახსენეთ, რომ მთელი ცხოვრება იცავს და ოფიციალურად ასეა, მაგრამ ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გახდეს რევაქცინაცია საჭირო. აი ჩემმა დოქტორანტმა ჩაატარა ეს კვლევა მაგალითად და აღმოაჩინა, რომ 14%-ში აცრილ ადამიანებში ანტისხეულები აღარ ისაზღვრებოდა. ანუ ტიტრი პირდაპირ პროპორციულია დაცვის ხარისხის ამ შემთხვევაში. ამაზე კი არსებობს ოპონირება, რომ თუ კი ადამიანი აცრილია, მაინც დაცულია, თუნდაც აღარ ისაზღვრებოდეს ანტისხეულები, მაგრამ სამწუხაროდ ერთეული, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, რომ აცრილი ადამიანი, სადაც უკვე მოხდა ანტისხეულების განლევა, შეიძლება დაინფიცირდეს. ამიტომ გამრღვევი ინფექცია ეგრეთ წოდებული. დიახ, ამიტომ ყველაზე მარტივია თუ არა აქვს ანტისხეულები აცრის შემდგომი, კიდევ ერთხელ აიცრას, იმიტომ რომ კიდევ მეორე არ მიყვარს ხომ პირად მაგალითზე ლაპარაკი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ 3 წრეზე ვარ აცრილი, ანუ 3-3ჯერ, იმიტომ რომ გარკვეული მიზეზების გამო, იმის თქმა მინდა, რომ ეს აცრა იმდენად უვნებელია, რომ რამდენჯერაც არ უნდა ავიცრათ, პრობლემა არ არის ჩვენ ჯანმრთელობისთვის და ამიტომ თუ კი ანტისხეულების ტიტრი არ არის საკმარისად მაღალი, რა თქმა უნდა, რევაქცინაცია ჯობია. კეთილი. ანუ მიდგომა ესეთია, პირველ რიგში პაციენტი რომ მოდის უტარდება ზედაპირულ ანტიგენზე ტესტის სკრინინგი, ანუ HBsAg-ზე, თუ დადებითი აღმოჩნდა 6 თვე ველოდებით და ხელახლა უტარებთ ამ ტესტს, რომ დადასტურდეს, რომ თუ ქრონიკულია თუ არა, თუ სიტყვაზე ეს ზედაპირულ ანტიგენზე მეორეჯერ უარყოფითი პასუხი მოვიდა, ნიშნავს, რომ შეიძლება სპონტანურად გაიკურნა ხო ეს ადამიანი B ჰეპატიტის ინფექციისგან. ნუ სხვა შემთხვევაში იწყებთ უკვე მკურნალობას, ანუ კონცენტრაციის ვირუსის PCR მეთოდით, როგორც
დაზიანების ხარისხის მიხედვით. კეთილი, მე მგონი გასაგები არის ჩვენი მაყურებლისთვის, დაახლოებით კი არა, ასე ვთქვათ, ფართო სურათში რას მოიცავს ეს პროგრამა. კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ყველა ადამიანს, როგორც ვთქვით, სახელმწიფოსგან საჭირო არის მეტი აქტიურობა საინფორმაციო კამპანიის თვალსაზრისით, სხვა შემთხვევაში ფუჭი იქნება, ხო, ეს ამხელა რესურსი რაც ჩაიდო ამ პროგრამის დანერგვისთვის და B ჰეპატიტის პრევალენტობა და B ჰეპატიტის მნიშვნელობა ეპიდემიოლოგიურად არანაკლებია C ჰეპატიტისა, ხო? ასევე ძალიან მძიმე სიტუაციაა და გავრცელება ფაქტობრივად მსგავსია C ჰეპატიტისა, აი რაც იყო C ჰეპატიტისა ზრდასრულ მოსახლეობაში, იმ მოსახლეობაში, რომელიც 2002 წლამდე დაიბადა, ხო? ძალიან საშუალოზე მაღალი გავრცელება გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ თუ შეიძლება ადამიანს გონია რომ არ არის ინფიცირებული და შეიძლება იყოს ინფიცირებული, როგორც ვთქვით, აი ეს პრევალენტობის ტესტებით, ანტისხეულების ტესტებით დადგინდა, რომ დაახლოებით მე-5-ს მოსახლეობისა საქართველოში გადატანილი აქვს, ხო? სპონტანურად არის განკურნებული B ჰეპატიტისგან. ეს ერთგვარად როგორც ვთქვით, პრევენციას დაქვემდებარებული ინფექციაა ვაქცინი და ამ შემთხვევაში როგორც ციროზისგან ვიცავთ პაციენტს, ვიცავთ ჩვენ ღვიძლს ასევე ჰეპატოცელულარული კარცინომისგან, ხო, ღვიძლის კიბოსგან და თუ დადასტურებულია ინფექცია, მისი კონცენტრაცია როგორც HIV-ის შემთხვევაში, ხო, მისი ვირუსული ტვირთი დაგყავს ისეთ ნიშნულად, რომელიც პაციენტს არ აგადამდებს ხდის და თვითონ ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს, იმიტომ რომ ღვიძლის დაზიანება მომდევნო ეტაპებზე აღარ გადადის, ხო? ანუ კონცენტრაცია შებოჭილი გვაქვს ამ ვირუსის და შესაბამისად, ხო, არ არის სრული განკურნება, მაგრამ უტოლდება ფაქტობრივად, თუ გადამდები არ ახარ, თუ ვირუსული დატვირთვა ორგანიზმში არ აქვს, ეს განკურნების ტოლფასია გარდა იმისა, რომ ერთი განმასხვავებელი ფაქტორი რაც არის, რომ მთელი ცხოვრება იღებ ამ მედიკამენტს, ხო, ცხადია და უამრავ სხვა მედიკამენტს ვიღებ მთელი ცხოვრება, ამიტომ მან არ უნდა შეაშინოს ადამიანები. და ხშირად ისეთ მედიკამენტებს, რომელიც შეიძლება სულ არ გჭირდებოდეს და ეს მართლა რომელიც საჭირო არის და ამხელა რისკებს გარიდებს თავიდან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთი მედიკამენტების მიღება. კეთილი, ხო, ანუ ჩვენის მხრიდან ასევე მინდა ვთქვა, რომ ქალბატონმა მაიამ წამოიწყო პოდკასტების სერია, ჯანმრთელობის მატრიცა, ასე ქვია, YouTube არხი. დარგის მოწინავე სპეციალისტები სხვადასხვა დაავადებას, მდგომარეობას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემას თუ საკითხს განიხილავენ სისტემატიურ რეჟიმში და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს, რაც უფრო მეტი ასეთი პოდკასტი იქნება და განსაკუთრებით ისეთი პროფესიონალების მიერ შექმნილი და ისეთი პროფესიონალებით დაკომპლექტებული, როგორც ქალბატონი მაია არის, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სტიმული არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ასეთი სივრცე იყოს, რომელიც გაავრცელებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ზოგადი მოსახლეობისთვის, მათ შორის ექიმებისთვის, ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩვენთან დიდი უნდობლობა არის საექიმო საზოგადოების მიმართ, ზოგჯერ დამსახურებული, ზოგჯერ დაუმსახურებელი, მაგრამ მეც ბევრ კლინიკაში ვარ ნამყოფი, ტრენინგზე ასე შემდეგ და ეს ინფორმაციის დეფიციტი და სწორი ინფორმაციის რაღაცნაირ არარსებობას ხშირად ვეჩეხები ხოლმე ან დეზინფორმაციის მსხვერპლ ადამიანებს, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებში. ამიტომ ეს სივრცეები არსებობს და გვისმინეთ, გამოგვიწერეთ, დაგვიტოვეთ კომენტარები, გააზიარეთ ეს ვიდეო, მოიწონეთ, რაც უფრო მეტნი გავხდებით, მით უფრო დიდი გახდება ჩვენი არმია, რომელიც ასე ვთქვათ, დაიცავს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. ქალბატონო მაია, თუ რამე გაქვთ დასაბატებელი, გითხარით, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია დიდი მადლობა უამრავი კომპლიმენტისთვის და მართლა ძალიან გულშემატკივრობ თქვენს პოდკასტს. პირველები ვიყავით ხალხში ერთ-ერთი სამედიცინო სფეროში და ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ ინფორმაციას გაეცნოს და გამოიყენოს ის ჩვენს ქვეყანაში ისედაც მწირად არის რაღაც შესაძლებლობებია სკრინინგის იქნება თუ მკურნალობის, არ გვაქვს ბევრი პროგრამა და რაც გვაქვს ის მაინც გამოვიყენოთ. სხვა პროგრამებსაც ეხება ხო მაგალითად სკრინინგ პროგრამების, კიბოსკრინინგის პროგრამების ჩართულობა აი ძალიან დაბალია, საშუალო მაჩვენებელი თუ არ ვცდებით 13%-ს უტოლდება და ეს 13% ნიშნავს, რომ აი თბილისში შეიძლება იყოს რაღაცაზე 30% და სადღაც შეიძლება იყოს 2, აი 1, ხო?
თან გეოგრაფიული ხელმისაწვდომაც პრობლემა, ანუ არანაირი აზრი არ აქვს რაიმე პროგრამის დანერგვას თუ ის აი საინფორმაციო კამპანიის მილში არ გატარდება, ასე ვთქვათ, რომელიც ყველა ადგილს მიაღწევს. კეთილი, დავემშვიდობოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. დიდი მადლობა უთხრათ კიდევ ერთხელ, გთხოვთ მოიწონეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ, გამოგვიწერეთ, ასევე ქალბატონი მაიას არხი ჯანმრთელობის მატრიცა ქვია. ამ არხს მოგვისმინეთ მომავალ შეხვედრამდე.